კრიმპოლის თანამშრომლების რა სად როდის? ეს არის ელიტარული ინტელექტ კლუბი. და დღეს მაყურებლის წინააღმდეგ თამაშობს კრიმინალური პოლიციის ხუთეული. დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომელი გიორგი გოცირიძე, იგივე უსისხლო რემბო. დანი ნაზარადევის სამმართველოს რიგითი ოპერმუშაკი გიორგი ხუსკივაძე, იგივე ავადმყოფი. დიღმის სამმართველოს ოპერმუშაკი ყოფილი მხედრიონელი და ამჟამად უცროსი ლეიტენანტი მერი სულუაშვილი, იგივე მფატრავი მერი. და გუნდის კაპიტანი ისანი სამგორის კრიმპოლის თანამშრომელი რობერტ თაბაგარი, მეცახელად ნაბორი. მაშასე მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. მოგესალმებით. ერთ რამეს დავაზუსტებ რა ბატონო წამყვანო. ჩვენ კაპიტანი არ ვყავს. ჩვენ ვყავს 16 მეთაური. და მეც ერთ დავაზუსტებ ბატონო გიორგი. იგივე უსისხლო რემბო, ხო? კი. რატომ ხართ 4 წარმოდგენილი, როცა უნდა იყოთ 6? 6 არა, ვართ 6 ვარ, ძმა. 1-2-ისა. არა, რაშია საქმე მიაგიხსნით ბატონო წამყვანო, ჩვენ შეიძლება 4 ვართ. მაგრამ რესტორანში რო შევდივართ ხოლმე 6 პორციას უკვეთავთ რა და აქაც კითხვებით 6 პორცია გამოვიდეთ. 6 პორცია კითხვები შევჭამთ. გასაგებია. მაშინ დროა დავიწყოთ თამაში. დავაი ჩავიწეროთ. ბატონო წამყვანო, მე მაქვს თქვენთან ერთი კითხვა რა. მე მაინტერესებს ახლა აქ მოგებულ გამარჯვებულს თვითონ პრიზი რა არის? საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა ბროლის ბუ, ხალბატონო მერი. რა ბიჭო? ბროლის ბუ რა. ბროლის ბუ. რა ბროლის ბუ? შეჩემისა ბროლის ბუ გაიკეთე უკახან შეიძლება დაიდოს. აუ კანჭი რა კანჭის მენი მაგარი. ბროლის ბუ. კანჭის მენი უიმენა მაგარია, კანჭი დავაგდოთ და ყველას გვეყოფა. ერთი წამი ბიჭო რა გეუბნები აქ დაწყნარდი ძმა. აქ არის თამაში სიმონ იქნება კითხვები მოვიგებთ და მე იქნება კანჭი სიმონ გასაგებია ბიჭო შენ მაშასე ბატონებო დროა დავიწყოთ თამაში. დააკეთეთ ბზრიალა. და წაიღო ხარბატი. ბატონებო თუ შეიძლება გააჩერეთ ბზრიალა და ვინმე შეგარებით სულუხად დააყენეთ რომ დღეს გაჩერდეს. კარგი მე დავატრიალებ. მიდი როგორ თქო გაჩერდა ძმა. შვენიერი. მაშასე თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ექიმი ტრავმატოლოგი ზურა კავთიაშვილი. ყურადღება კითხვა. 2024 წლის 15 მარტს კლინიკაში შემოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა. მათ შორის მეტად უცნაური. მენჯის ძვალი ჰქონდა გატეხილი არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად. ყურადღება კითხვა. რომელი ბლაგვის საგნით მიაყენეს დარტყმა რომ მოტეხილობა ყოფილიყო ვერტიკალურ მდგომარეობაში. დრო. ვადანდელი პასუხი ბატონო წამყვანო რობერტ გისმენთ? უპასუხებს გიორგი გოცირიძე იგივე უსისხლო რემბოს. ბატონო გიორგი უსისხლო რემბო. გისმენთ? მოკლედ ეს ბლაგვის საგანი იყო წვეტიანი კაზაჩოკები რკინის წვეტებით რა, ანუ კაზაჩოკები რკინის წვეტებით, რომელიც ერთხელ მე კაცი რო დავიჭირე და რუა მოვარტყი, მე ისეთი პანჩური ამოვარტყი, რუა მოვარტყი ყუდუსუნი გაებზარა ესე ვერტიკალურად. ეს სწორი პასუხია ბატონებო. ბიჭო. ბატონო რობერტ. დიახ ბატონო წამყვანო. ბატონო როგორ ვართ? რავი თუ არაფერს დამიშავებს, ნუ იდეალურად თუ ჩი დავატრიალოთ ბზრიალა. დავატრიალოთ. მომელა. ვეცანი. მაშასე, შემდეგი კითხვა. თუ შეიძლება ავხედოთ ეკრანს. ავხედე ბატონო წამყვანო. ეს არის ვინსენტ ვან გოგის ძესუმზიდების ნახატების 2 ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს და ეძღვება მწოლიარე ყვავილებს. მეორე სერია დაიწერა 1 წლის შემდეგ ქალაქ არლში. ბოდიში ბატონო წამყვანო, ასწრე ბიჭო ჩაწერა. მეორე სერია ეძღვნება ძესუმზიდების თაიგულებს ლარნაკში. 2 პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის ერთ-ერთმა მეგობარმა. ზუსტად ერთ წუთში და მესახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი დრო. ვადანდელი პასუხი ბატონო წამყვანოს. დიახ ბატონო რობერტ. ნახატი შეიძინა პოლ გოგენმა. ეს სწორი პასუხია. ბიჭო. თუ საიდუმლო არ არის, საიდან იცოდეს? ნუ ეხა მოგიყვებით კაროჩე რა იყო სიმონ რა იმენა საკითხვაზე მოგიყვანეს ტიპი სიმონ ერთი კვირის განმავლობაში არაფერს არ ამოგდა და ერთი კვირის განმავლობაში სველტაზე სიმონ ეს დახვეული გაზეთი უთხია სულას ეს ზურგში სიმონ და ეს ხო იცი გაზეთის უკარო წერი ეს საინტერესოა სიმონ სულ იმენა სველტაზე გადავიდა და დავხრდი და წავიკითხე იქ ის ისტორია სიმონ და ეგ სახელი და გვარი ეწერა პირადად ნახე სულ დაწესლებული ლოცავთ ბატონო რობერტ თქვენ მაზალადო ერთი კულა მოუტანათ თქვენს გულს ილოცავ საბარა მაშას დავატრიალოთ ბზრიალა რა გინდა ცოტანელა გამატანე და თავლეთ სავადგილზე
ყურადღება შემდეგი კითხვა. ჩაიწერები. თქვენ წინააღმდეგ თამაშობს შეშინებული თინეიჯერი. შტატ კონექტიკუტის მონადირეებმა 1978 წელს მოკლეს 973 ირემი. 973. თუმცა იმავე წელს სულ სხვა პროფესიის ადამიანებმა ამავე შტატში მოკლეს 1000-ზე მეტი ირემი. ყურადღება კითხვა, რა პროფესიის არიან ეს ადამიანები? დრო. რა პროფესია შეიძლება იყოს? ვერსიები. ბატონო წამყვანო, მოდი რა, რას გეტყვი, იცი რომ მიმართე პრესეთს რა. აი ესაა ჩემი პასუხი რა. არა თათი მასი არ გამოვა სიმონ ეხლა. ბიჭო, ნუ აბლატავე, ბიჭო, ვიღაცა გამოქლიავებ მიმართოს პრესეთს. აუიგე სიმონ, მაგრამ მაინც გადაცემაში ვარ და დრო გვაქვს აქ მოცემული და უნდა ვიფიქროთ სიმონ. ბიჭო, ვიღაცა ხოჭი მართალი ხარ. ახვარი ბავშვები ხო არ იქნებოდნენ, აი 15, 16, 17 რა, თვითონაც რო ვერ გავუგეთ რა. ფერადი აქტივისტები იმენა, ფერადი ბავშვები აქტივისტები იქნება. აუ ეგერი დამაჭერი ერთი სუხენა იმენა. ბიჭო, დაიმახსო რა, ვისაც იტყვიან ეგრევე წამალი ჯიბეში რა, ბიჭო, მაგას გასატარებელი თემა არა. ბატონო რობერტ, რა მოიწურა? ვინ უპასუხებს? ვინ უპასუხებს და უსისხლო რემბო. ბატონო გიორგი, გივე უსისხლო რემბო. ვინ? ანუ რა პროფესიის იყვნენ ეს ადამიანები? ჩემი აზრით ეგენი იყვნენ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი აქტივისტები. ბატონო გიორგი, თქვენ მანქანათ უყავთ. რა თქმა უნდა, ყოდა მყავს თეთრი იმენა 2-დან 2 ტურბოძრავი დასლაიში რომ დავაჭერ და დავადგავ რას გადის იცი? აქ ფრთხილად ბავშვები არიან რო არის და იქამდე იმენა 200 ვადებინებ, მერე ბავშვები მithმობენ და ისე ვადგავ და იმენა გავიდა ბოლომდე. აბა რა ბიჭო. და 100%-იანი ჩაბოლა. იმის ყოდა მყავს 2-დან 2 და ბატონო გიორგი, დავუშვათ ამ დროს პენსიონერმა გადაგირბინა. მოდი მე უპასუხებ ბატონო. დიახ ბატონო რობერტ ისმენთ? ანუ მოხუცი გადადის გზაზე ხო ხედავს სიმონ მის ხულო ჩემი შკოდით ხო იასენია სიმონ გავაჩერებ ამბებოს ჩავსავ სიმონ მანქანაში მივიყვან ბანკომატამდე გამოვატანინე ფულ სიმონ ადგილზე გადაუტეხა ბანკომა იმას აქვია კარტას კაროჩე ჩავსავ ისევე მოვიყვან ადგილზე კამერების ჩანაწერებს გავაქრობ და სადაც უნდა წასულა შაურმები ეგრევე ბატონო რობერტ ახლა კი მოусმენთ სწორი პასუხი ეს ადამიანები იყვნენ ავტომობილის ძღოლები და თქვენ ძალიან ახლოს იყავით სწორი პასუხი, მაგრამ ეს არასწორი პასუხია. შენი დედა ვატირე, ბიჭო, ვიცას კითხვა და სოიმენა ისპიროვნება მოსაძებნია, დედას გებიცები და წამალი აქ იმენა ჩასადები უკანა ჯიბეში რა. მე აკაცი მოაგროვნე დედა ვატირე. ბატონო მე დამშვიდი. რა ბიჭო რა ჩამერი, პატრავო, დამშვიდი და დავატიროთ ზრიალა. შავი ყუთი სტუდიაში. აუ შავი ყუთი. უკვე დაიძაბა მაგრამ ყურადღება, კითხვა. შავ ყუთში დევს ნივთი, რომელიც თითოეულ თქვენგანს ჭირდება. მის გარეშე თქვენი არსებობა ფიზიკურად წარმოუდგენელია. ის შეიძლება მიუსადაგო და მოარგო ყველას. ეს ნივთი არის ის, რომელსაც თქვენ ყველაზე დიდ პატივს უნდა სცემდეთ. ყურადღება, კითხვა. რა დევს შავ ყუთში? დრო. ჩემი იარაღი. გევასებათო, ძმა მოიცა ერთი წუთით ეხლა, ანუ გევასებათო, დაჟევ. თქვენ რაც გევასი, შეიძლება კარაბინია, ძმა. შეიძლება არ არის გამომიწვია. ჩემი იარაღი აქ მინდებს არითებას. ბიჭო, მე კარაბინია, ძმა. ხო არ არის რა იმენა მაგის გარეშე გარეკიდება რა შეიძლება იმენა. არა ძმაო, რა მეძავი ხო არ გადაობ ამაში მეძავი როგორ ადამიანი ადამიკეცია ბიჭო რა. დედას გეპიცები თუ კარაბინი არის. ავტომება თქვით ორეს პიჩკის კაროვკაში ჩავატე. აბა რა ადამიანი მაგრამ მოიცადე სიმონ. პატივცემოს. პატივცო. ჩვენი მინისტრი ხო არ არის სიმონ. ჩვენი მინისტრი მგონია, მეტი პატივი არის. ეგ არის, ძმა, ეგ არის. ბატონო რობერტ, რა მოიწურა? ვინ უპასუხებს? მე უპასუხებ, მე თვითონ უპასუხებ. ბატონო რობერტ, რა დევს შავ ყუთში? შავ ყუთში დევს ჩვენი მინისტრი. ვა! ჩვენი მინისტრი და შავ ყუთში. ეგა. ახლა კი მოისმენთ სწორი პასუხი. შავ ყუთში დევს ნივთი, რომელსაც თქვენ წესით დიდ პატივს უნდა სცემდეთ. და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსი. თქო დაჩვენოთ მაყურებლებს და მოთამაშეებს. რა ბიჭო? დევსო? სისხლის სამართლის კოდექსი. ეს რა არის? ვაფშე პირველად ხედავ, რა არის ეს არც ვიცი. ეს რამე იმენა ბოევიკია თუ რომანებია თუ რა არის აბა. ორივე ბატონო გიორგი. ეს არის წიგნი, რომლის მიხედვითაც უნდა ხელმძღვანელობდეთ წესით და რიგით თქვენ. აით რა ბატონო წამყვანო რა წიგნის შემიგენი რა ვიცი რა მე ხელმძღვანელო აი ამი ჩაუდე შენი მოაზროვნე დედა ვატირე ჩამოდი რა ბიჭო რა ჩამო ბატონო მე დამშვიდი თუ შეიძლება ბატონო წამყვანო ერთი წუთი ბატონო წამყვანო დიახ რაღაცა ძალიან ბევრ კითხვებს ვთქვი ხო და რაღაცა მეც მინდა რომ წამყვანი ვარ ბატონო რობერტ აბა როგორ უნდა იყოს გასაგებია მეც მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვას დიახ გისმენთ ბატონო რობერტ რა გიდევთ ბატონო წამყვანო მარჯვენა ჯიბეში შარვლის კერძოდ ესეთ არაფერი არ უნდა მქონდეს ნახოთ ვატანდელი პასუხი ხო არა გაქვს არაფერი არ მიგეს
არაფერი არ მიდის ბარჯვანის ჯიბეში. ნახე, კარგად. რაღაცა იდება რა. არაფერი არ მიდის ეს. ბატონო რობერტ, რა უნდა ჩემ ჯიბეში ნარკოტიკი? საერთოდ არ მოშლა ჩემ ჯიბეში. ეს სწორი მახსოვია, რა უნდა ჩემ ჯიბეში? ბატონო რობერტ, 5 გრამი ხო? არ მოდის ახლა რა თქვენთან სიმონ. ბატონო რობერტ, ჩემში.